ვისაუბრობთ ისევ ასტროლოგიაზე. Მათთვის ვისაც ეს თემა აინტერესებს, დარჩით არხზე, თუ ასტროლოგია არ გაინტერესებს, შეგიძლია გადახვიდე პლეილისტებში და ნახო ვიდეოები უკვე შენთვის საინტერესო მიმართულებით. დღეს გიყვებით იმაზე, თუ რამდენად აშკარად და ძლიერ გვესაუბრება ასტროლოგია ჩვენს ბედის წერაზე და ის ინფორმაცია, რასაც ახლა გაგიზიარებთ, არის ზუსტადაც ის გასაღები, რაც დაგვეხმარება ყველა ჩვენგანს იმაში, რომ ვმართოთ ჩვენი ცხოვრება სწორი მიმართულებით, სწორ დროს, სწორი საქციელებით და სწორი არჩევანით. დიახ, მეგობრებო, ასტროლოგიას აქვს ის ინფორმაცია, ის საიდუმლოებები, რომლებიც ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი, ასევე ამდენი ასე ვთქვი, პირადი კონსულტაციების შემდეგ უფრო და უფრო ვასკვნი იმას, თუ რამდენად მაინც არ მოგვეპოვება იმის შესაძლებლობა განვასხვაოთ დასავლური და აღმოსავლური ასტროლოგია ერთმანეთისგან. ძალიან ბევრი რჩება გაოცებული, ძალიან ბევრს უკვირს ეს განსხვავება მათ შორის. ამიტომ ახლა მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ დასავლური ასტროლოგია არ არის ის, რასაც მივსდევ მე ძირითადად მივსდევ აღმოსავლურ ვედურ ასტროლოგიას, მეგობრებო, რომელიც ჩემთვის არის გაცილებით უფრო სწორი, ზუსტი და ისე ვიტყოდი, პირდაპირ ხაზოვანი. ასევე აქვე იმასაც აღნიშნავ, ვისაც გაინტერესებთ პირადი კონსულტაციები, შეგიძლიათ შემეხმიანოთ მეილზე, რომელსაც აგერ დაგიწერთ ახლა ეკრანზე და ასევე ვიდეოს ქვევითაც დავწერ აღწერილობაში. ხშირად წერ ხოლმე და ძალიან რთულია ბევრი თქვენგანისთვის მისი პოვნა, უბრალოდ გადადით ვიდეოს ქვევით და აღწერილობაში იპოვით მას, თუ ეკრანიდან ვერ აკოპირებთ. და მოკლედ შეგიძლიათ შემეხმიანოთ და შეგვიძლია დავნიშნოთ ასევე პირადი კონსულტაცია, სადაც განვიხილავთ თქვენს რუკას, ფიქსირებულ პლანეტარულ, ასე ვიტყოდი, განთავსებას თქვენს ბედის წერაზე, რომელთაც ჩამოხვედით როგორც სული თქვენი კარმული ვალები და ასე შემდეგ. და ასევე ძალიან საინტერესო ნაწილსაც განვიხილავ იმავე კონსულტაციაში, რომელიც არის მაჰადაშები და ანტარდაშები, რაზეც არის ზუსტად ეს ვიდეო დღეს დათმობილი. ზოგადად კონსულტაცია ჩემთან გრძელდება საათნახევარი მაინც, ხდება ვიდეო ზარის მეშვეობით და აუცილებელია წინასწარ დაჯავშნა. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ვიდეოს თემაზე, ანტარდაშები და მაჰადაშები. ძალიან მინდა ხაზი გავუსვა ერთ ფაქტორს, მეგობრებო, რომ მნიშვნელობა და ყურადღება ეთმობა ასტროლოგიაში არა მარტო იმას, თუ რა პლანეტარული განლაგება გაქვთ თქვენ პირად რუკაზე, რომელიც შეიქმნა სამყაროში მაშინ, როდესაც დაიბადეთ თქვენ, ანუ ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და ამას ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა და ეს აჩვენებს ჩვენი ცხოვრების, ასე ვიტყოდი, მეტნაკლებ მიმართულებას იმის, თუ რა იქნება ადამიანისთვის, ყოველ შემთხვევაში ასე ვთქვათ, რა იქნება ჩამოსული სულისთვის, სირთულეები ამ ინკარნაციაში სად გაუმართლებს მას, სად მოუწევს მას კარმული ვალების გადახდა და რაში და რატომ. და ასევე, ანუ ეს კონკრეტული ფიქსირებული რუკა აჩვენებს ასევე იმას, თუ რა ფსიქოლოგიური, ფსიქიკური, ფიზიკური სიძლიერეები თუ საფრთხეები, გამოწვევები თუ ასე ვიტყოდი, ღვთიური დალოცვები შეიძლება ამ ადამიანს მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში თან ახლდეს. ასევე ფიქსირებული რუკის მეშვეობით შეიძლება განხილვა თითოეული ასპექტის ადამიანის ცხოვრების, როგორიც არის პირადი მე, მისი ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, მენტალურ, სულიერი აგებულება, ასევე მისი კარიერა, მისი ფინანსები, მისი ჯანმრთელობა, მისი ურთიერთობები, ქორწინების სახლი, მეგობრები, სულიერი კარმული ვალები, რაც ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანიშნულებაა ზოგადად აი ამ ვედური ასტროლოგიის ნატალური რუკის, რასაც ის აჩვენებს და ძალიან ესე ვიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მეგობრებო, და ასევე შემდეგ უკვე აუცილებელია, ну ეს თქვით რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ყველაფრის ცოდნა, იმიტომ რომ ზოგადად გვაძლევს ეს იმის საშუალებას, რომ დავინახოთ თუ ზოგადად რა ფონით
ჩამოვიდა ჩვენი სული აი ამ ცხოვრებისულ კონკრეტულ ინკარნაციაში. თუმცა ეს არ არის ყველაფერი. აი აქ არის ძალიან დიდი ასე ვიტყოდი ინფორმაციული ვაკუუმი, რომელსაც მე როგორც პირადად ინდივიდი, როცა ვიწყებდი აი ამ ასტროლოგიური, ვედური ასტროლოგიური მიმართულებით ჩემს პირველ ნაბიჯებს, მაშინ აღმოაჩინე ჩემშიც, რომ მე ვიცოდი არაფერი ამ თემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მაჰადაშებზე და ანტარდაშებზე, იმიტომ რომ მე მეგონა რომ თავარი არის აი ის ნატალური რუკა, ის აჩვენებს ყველაფერს და ამით მეგონა რომ ინფორმაცია იყო ამოწურული. თუმცა სიმართლესთან ეს საერთოდ ახლოს არ გახლავთ, იმიტომ რომ ალბათ ვიტყოდი ნატალური რუკის ცოდნა არის 40%-იანი დანიშნულებით მნიშვნელოვანი, მაგრამ 60% მნიშვნელობა ენიჭება თქვენს მაჰადაშებს. ეხლა მოგიყვებით ყველაფერს თუ რა არის ეს მაჰადაში და რატომ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ აქვე მინდა მეგობრებო ხაზი გავუსვა, რომ რა თქმა უნდა, დღიური, თვიური ჰოროსკოპის ცოდნა ასევე გვეხმარება, რომ კონკრეტულ მომენტში ცხოვრების ვიცოდეთ რა ხდება დღეს, აი გავიღვიძეთ და როგორი დღე მაქვს წინ, ხო? და როგორ უნდა მოვახდინო ვალირება იმის, რომ აი შევძლო მაინც საბოლოო სწორი არჩევანი გავაკეთო დღეს განმავლობაში, ხო? ყველა გამოწვევაზე, რომელიც მოვა. ან ყველა ასე ვთქვათ, ღვთიურწყალობაზე, რომელიც მოვა, შევძლო ასე ვთქვათ, ღირსეულად ამის მიღება, ყოველგვარი ნარცისიზმის გარეშე, ხო? ეს არის ყოველდღიური ის არის ჩვენი გამოწვევა, მაგრამ არც ეს არ დაგვეხმარება მეგობრებო არაფერში. მთავარია ვიცოდეთ პლანეტარული პერიოდი, რა პერიოდს გადის ახლა ადამიანი. ძალიან ბევრჯერ მქონია შეკითხვა როგორც მე პირადად ჩემს ასტროლოგთან, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე და იმ ფონიდან რა ფონსაც მე ახლა გავდივარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეკითხვა მქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რატო ხდება კონკრეტული რაღაცები ჩემს თავს. ძალიან ბევრი რამ მივიჩნიე უსამართლობად, ძალიან ბევრი რამ მივიჩნიე ღვთიურწყალობად, ძალიან ბევრგან მოვიტეხე კისერი, ძალიან ბევრგან წავიქეცი და ძალიან ბევრგან შემხვდა მოულოდნელი წარმატება. ამიტომ ჩემთვის გაუგებარი იყო თუ აი რატომ და რანაირად და რა პრინციპით ხდება ზოგადად ასეთი რამ. ისეთი მომენტებიც, როცა მე ძალიან ბევრი ვიშრომე რაღაცისთვის, ძალიან ბევრი ინვესტიცია ჩავდევი, როგორც ენერგია, ფული იქნებოდა ეს თუ გავწირე რაღაცები ცხოვრებაში, ხო, რაღაც ღირეული რაღაცები იმისათვის, რომ ეს რაღაცა მიმეღო, რაც მე მინდოდა და მაინც არ გამომივიდა ეს ყველაფერი, აი მაშინ გამიშთა ზუსტად ეს პროტესტის შეგრძნება და ზუსტად ამ დროს დავამასქენი ჩემს ასტროლოგს, დავძაბე ეს ადამიანი და უთხრა, რომ ეხლა მინდა პასუხები შავი თეთრზე, რა ხდება, რატო? იმიტომ რომ მე ხომ მთელი გულით, სულით, გულწრფელად ყოველგვარი პროკრესტინაციის, ყოველგვარი ვიღაცაზე ზურგზე დანის ჩარტყმის და რაღაცის გარეშე შევეცადე მთელი ჩემი რესურსები ჩამედო, რაც მომეპოვებოდა ხელში, იმისათვის რომ რაღაცაში გამმართლოდა, რაღაცაში წინ წამწეოდა, რაღაცაში კარი გამღებოდა ცხოვრებაში, რომ მე რაღაცნაირად მიმეღო ის, რაც მე მეგონა რომ მთელი სრული სამართლიანობით მეკუთვნოდა. მაგრამ არ გამომივიდა ასეთ რაღაცები და ზუსტად ეს იყო ის პერიოდი, როდესაც მე დავიწყე აი ამ ვედური ასტროლოგიით ჩახედვა ჩემს პირად ცხოვრებაში, კარმაში. რაც მე ძალიან დამეხმარა, იმიტომ რომ შევძელი გამეგო მაინც. აი სად მაქვს ეს მარწუხები, ცხოვრებისეული, სად მაქვს პირიქით გამართლებები და რომელ პერიოდებში როგორ უნდა მოვიქცე იმისათვის, რომ მე ჯერ ესეთი თავიდან ავირიდო ეს ფრუსტრაცია, რაც მოყვება მთელს ამ პროცესს და მე შემდეგ ის რომ შევძლო, ასე ვთქვათ, გავიგო თუ რა ხდება, რატომ ხდება მეტნაკლებად და რა უნდა გავაკეთო მე იმისთვის, რომ შევინარჩუნო ფიზიკური, მენტალური, ემოციური, სურიელი და ფინანსური ჯანმრთელობა. ძალიან ბევრი თქვენგანისგან შემომივიდა შეკითხვა იმაზე, რომ ლატა იცი რა, რატომ ეურდება ერთ და იგივე, ან კონსულტაციების დროს მაქვს ეს შეკითხვა, რომ რატომ მიუხედავად იმისა, იგივე რაც მე ჩემი მაგალითი იყო, რატომ ხდება ისე და არ ხდება ასე, მე ხომ ყველაფერს ვცდილობ. არის ხოლმე ისეთი შემთხვევები და ძალიან ბევრი ნატალური რუკა ვნახე, როდესაც ადამიანი არის იღბლიან ვარსკვლავზე დაბადებული, აი პირდაპირ ან იუპიტერი ყავს მას პირველ სახლში, ან ვენერა ყავს პირველ სახლში, ან კიდე რაღაცა საოცარი განლაგებები აქვს პლანეტარული, რომ ნატალური რუკა აჩვენებს იმას, რომ ადამიანი უნდა იყოს წარმატებული, ხო? მაგრამ შემდეგ ეს ადამიანი, ანუ სავსეა
ფრუსტრაციით, სავსეა იმედგაცრუებებით, სავსეა ასე ვიტყოდი წარუმატებლობით, ხარვეზებით, დაყოვნებებით და ასე შემდეგ. და აი ზუსტად მაშინ ჩნდება კითხვა, რომელი უფრო სწორი, აი თუ ნატალური რუკა აჩვენებს იმას, რომ იცი რა, განლაგება პლანეტარული თითქოს მაქვს ფანტასტიკური და არ უნდა მქონდეს ის წინაღობები, უარები და ასე შემდეგ, რაც მაქვს ცხოვრებაში, მაგრამ მაქვს რეალურად ხო ფაქტია და აი მაშინ ხდება ზუსტად სრული ინფორმაციის არქონის გამო ადამიანი ასკვნის იმას, რომ ასტროლოგია არის ბლეფი, ასტროლოგია არასწორია, ეს არის შარლატანობა და ასე შემდეგ. ეს იმის ბრალიც არის, რომ არ ყავს გვერდით სწორი პროფესიონალი ასტროლოგი, რომელმაც ზუსტად იცის თავისი საქმე, იცის ყველაფერი ასტროლოგიასთან დაკავშირებით და კეთილსინდისიერად გაწვდის სრულ ინფორმაციას ყოველგვარი შარლატანობის გარეშე, მეგობრებო. ნუ დავასკვნით ეგრევე ძალიან სწრაფად რაღაცებს, იმიტომ რომ ასტროლოგია არის ზუსტად ის ხელსაწყო, ის ასე ვიტყოდი იარაღი ჩვენს ხელში, რომელიც გვიბოძა სამყარომ, იმისათვის რომ დაგვეხმაროს, წაგვეშველოს იმ კუთხით, რომ გვეუბნება მითითებებს. ეს წარმოიდგინეთ მაგალითად ზიხართ მანქანაში, უნდა ჩახვიდეთ რომელიღაცა ძალიან შორეულ დესტინაციაში, გადალახოთ უნდა ერთი კონტინენტიდან მეორე კონტინენტი და ორი ვარიანტია. ვარიანტი პირველი, როდესაც შენ გაქვს ყველანაირი მითითებები, გაქვს ხელთ რუკა თუ რა ვიცი მე ყველანაირი ნავიგაციის საშუალებები, GPS-ი, რაც გინდათ და ზუსტად იცით, რამდენ ხანში უნდა ჩახვიდეთ და სად უნდა ჩახვიდეთ და რომელი გზებით უნდა იარო. და მეორე ვარიანტი ადამიანის, რომელსაც იგივე დესტინაცია გასავლელი, იგივე კუნძულზე თუ რა კონტინენტში უნდა ჩავიდეს, კონტინენტზე, მაგრამ ამ ადამიანს იგივე მანქანა, იგივე რაოდენობის ბენზინი სიტყვაზე ვთქვათ, მაგრამ არანაირი მითითებები, არანაირი რუკა, არანაირი GPS-ი და არაფერი არ აქვს და მან თავისით უნდა გაიკვლიოს ასე ბრმად ეს გზა. რომელი ადამიანი ჩავა თქვენი აზრით უფრო სწრაფად და სწორად და უმტკივნეულოდ იმ კონტინენტზე და რომელი ჩავა ასე ვიტყოდი მთელი რა ვიცი მე თავგადასავლებით იქნება ეს კარგი თუ ცუდი და რომელს დააგვიანდება ან რომელი იქნება უფრო ასე ვიტყოდი მტკივნეული გზა. ის რომელსაც არ გააჩნია არანაირი მითითება, არანაირი ინფორმაცია და არანაირი ასე ვიტყოდი ხელსაწყო. მეგობრებო, შესაბამისად ასტროლოგიაც არის ერთ-ერთი ჩვენი ცხოვრებისეული ნავიგაცია, რომელიც გვეუბნება გაჩერებებზე, გვეუბნება წითელ შუქებზე, გვეუბნება მწვანე შუქებზე, გვეუბნება იმ გზაზე, სად უნდა შევუხვიოთ, როდის უნდა შევუხვიოთ, სად დავაჩქაროთ, სად შევანელოთ. ეს ყველაფერი არის ზუსტადაც ასტროლოგიის ხელთ და ის ვინც ფლობს ამ ინფორმაციას გაცილებით მარტივად, სწრაფად და ასე ვიტყოდი ნაკლები ემოციური, ინტელექტუალური, ფინანსური, ფიზიკური და რაღაცნაირი დანაკარგების გარეშე აღწევს წარმატებას, ვიდრე ის, ვისაც ასტროლოგიური მსგავსი ინფორმაციები ხელთ არ მიეწვდომება. მოკლედ, მთელი 10 თუ 15 წუთია უკვე ეს წინა იმას ვაკეთებ. ეს ვიდეო ძალიან დიდი გამოვა, ამიტომ თუ გაინტერესებთ, დარჩით ბოლომდე, თუ არა და შეგიძლიათ სხვა ვიდეოები ნახოთ. აქვე ისევ გამეორდები, მე ვაკეთებ ვედურ ასტროლოგიურ მიმოხილვას, როგორც ნატალური რუკის, ასევე ანტარდაშა მაჰადაშების. თუ გნებავთ, შემეხმიანეთ და ძალიან დიდი სიამოვნებით ჩავატარებ თქვენთან კონსულტაციას, რომელიც იქნება აგებული ინდივიდუალურად თითოეულ თქვენგანზე ცალ-ცალკე. რაც შეეხება ახლა უკვე მაჰადაშებს, რა არის მაჰადაშა და რატომ არის ის რადიკალურად მნიშვნელოვანი და რა შეგვეხმარება ზოგადად მაჰადაშები. მაჰადაშა არის მეგობრებო პლანეტარული პერიოდი. თითოეულ პლანეტას გააჩნია საკუთარი პერიოდი, რა პერიოდსაც ის ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, ასე ვიტყოდი, გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე და ახდენს გავლენას აბსოლუტურად ყველაფერზე. გამომდინარე იქიდან თუ რომელი პლანეტის პერიოდი გადის ახლა ჩვენ ცხოვრებაში, იქნება დამოკიდებული ჩვენი წარმატება, ჩვენი ჯანმრთელობა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ფსიქიკური და ასე შემდეგ სულიერი, ასევე ჩვენი ფინანსები, კარიერა და ნებისმიერი და ყველა ასპექტი ცხოვრების, ის თუ როდის შეიძლება ადამიანი დაქორწინდეს, როდის შეიძლება მას შვილი შეეძინოს, როდის შეიძლება მას უბედური შემთხვევა დაემართოს, დიახ, ასტროლოგიური მაჰადაშები ამ ყველაფერს გვიჩვენებენ და გვითითებენ. მოკლედ ახლა შეიძლება ვიღაცა შემედაოს და მითხრას, რომ რა გამოდის, რომ ჩვენი ცხოვრება გაწერილია და არ არსებობს, სად არის ჩვენი ფიზიკური, ასე ვიტყოდი, ჩვენი ნება, რომ ვაკეთოთ ის, რაც გვინდა. მაშინ გამეცეთ პასუხი ერთ კითხვაზე. რატო ხდება ის, რის თავიდან ასარიდებლად და მთელი შენი, ასე ვიტყოდი, ყველაფერი ჩადევი, მაგრამ ის მოსახდენი მაინც მოხდა. აი, რატო ხდება?
ან რატო ხდება ისეთი რაღაცები, რაზეც ახსნა არ გვაქვს. რატო ხდება ჩვენს ცხოვრებაში ის, რომ ჩვენ ერთი მიმართულებით მივექანებით, მაგრამ სინამდვილეში ჩვენი ერთ დღეს ცხოვრება სულ სხვა მიმართულებაში აღმოგვაჩენს ჩვენ და ასე ვიტყოდი ნების და უნებურად და გვიწევს რაღაცასთან გამკლავება, გვინდა ეს ჩვენ თუ არ გვინდა, რატო ხდება მოულოდნელი წარმატებები, ან რატო ხდება აბსოლუტური მოულოდნელი ფიასკო, რატო ხდება უბედური შემთხვევები, მეგობრებო, სადღაც რაღაც დოზით არსებობს დიახ ნება ადამიანის, მაგრამ გვინდა ეს თუ არ გვინდა, რამდენად მამოტივირებულად შეიძლება ის ჟღერდეს ან რამდენად შეიძლება ვიღაცა ახლა ჩავარდეს პანიკაში, არსებობს ეს გაწერილი სცენარი, რომელსაც ყველა ჩვენგანი გავდივართ. განსაკუთრებით კარმა, განსაკუთრებით ყველა ის ვალები, განსაკუთრებით ის თუ რამდენად სწრაფად მივალთ ჩვენ იქამდე სანამდეც გვინდა, გაწერილია დრო, საათი და წამი, როდის ვტოვებთ ჩვენ ამ პლანეტას. ყველაფერი არის გაწერილი სამწუხაროდ და ვისთვისაც რთული მოსასმენია, შეგიძლიათ გამორთოთ ეს ვიდეო, მე არ დამწყდება გული, მე მესმის ვიღაცისთვის შეიძლება ეხა ეს ძალიან რთული პერიოდს, ვიღაცა შეიძლება ძალიან რთულ პერიოდს გადიოდეს და ამ რაღაცის მოსმენა ძალიან მტკივნეული იყოს. მე ვიყავი თქვენს ასე ვიტყოდი ადგილას, სადაც ასეთი ინფორმაციები მეც ნერვებს მიშლიდა, მაგრამ რაც უფრო ადრე გექნებათ ინფორმაცია ხელთ და რაც უფრო ადრე ჩახედავთ რეალობას თვალებში, მით უფრო მარტივი იქნება შემდეგი დარჩენილი პერიოდი. მაჰადაშაც აჩვენებს ზუსტად იმას, თუ რა პერიოდს გადის ახლა ადამიანი. იქიდან გამომდინარე, თუ რომელი პლანეტის პერიოდს გადიხარ, ახლა იქნება დამოკიდებული რამდენად მარტივი ან რთული იქნება შენთვის ეს წლები. თითოეულ პლანეტას გააჩნია თავისი, ასე ვიტყოდი, თავისი პერიოდი. ყველა მათგანს აქვს განსაზღვრული დრო, გათვლილია წამებით, თვეებით, დღეები, გათვლილია აბსოლუტურად ყველაფერი, ეს არის წმინდა მათემატიკური პრინციპით, მეგობრებო, ასტროლოგია არის ძირითადად ძალიან მათემატიკური მეცნიერებას დავარქმევდი, რომელიც გათვლილია რა, აი ამ დროს დაიწყება, გინდა შენ ეს თუ არ გინდა, ხარ ამისთვის შენ მზად თუ არ ხარ, იბრძოლე თუ არა შენ ამ რეალობ იმის ათავიდან ასაცდენად თუ არა, რაც უნდა მოხდეს, ეს მაინც დაიწყება ეს პროცესი ჩაიშვება და შენზე იქნება უკვე დამოკიდებული, რამდენად რთული ან მარტივი იქნება ეს. გეტყვით როგორ და რატომ. მოკლედ, ამოვიკითხავ ახლა ბარემ თუ რომელ პლანეტას რამდენი პერიოდი აქვს, ესე იგი, რახუს პერიოდი არის 18 წლიანი, იუპიტერს აქვს 16 წლიანი მაჰადაშის პერიოდი, სატურნს აქვს 19 წლიანი პერიოდი, მეგობრებო, მერკური არის 17 წლიანი პერიოდი, კეტუს აქვს 7 წელი, ვენერას 20, მზეს აქვს 6 წლიანი პერიოდი, მთვარეს აქვს 10 წლიანი და მარსს აქვს 7 წლიანი. Top 3 პლანეტა, რომელიც არის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის პირველი გახლავთ ვენერა, რომელიც არის 20 წლიანი და ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი აქვს ვენერას, კიდე კარგი. მეორე არის ყველაზე ხანგრძლივი სატურნი და მესამე ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი სატურნი, რომელსაც 19 წელი აქვს და მესამე არის მერკური, რომელიც არის 17 წლიანი პერიოდის. მაგრამ იქიდან გამომდინარე, თუ რომელი პლანეტა რა მახასიათებელ თვისებას ატარებს, რა არის მისი დატვირთვა ჩვენ ცხოვრებაში და რა არის მისი როლი, ამაზე იქნება დამოკიდებული ეს წლები, იქნება შენთვის კარგის მომტანი თუ ავის, იქნება მარტივი თუ რთული, იქნება შენ ბედნიერი ამ წლების განმავლობაში თუ იქნები უბედური. განსაკუთრებით საუბარი არის კარმულ პლანეტებზე, რომელიც არის სატურნი და შემდეგ რახო და კეტუ, რომელიც პლანეტად არ არის მიჩნეული, ეს არის ჭრილები მთვარის, მაგრამ ასეა თუ ისეა, მაინც პლანეტის როლს თამაშობენ და ამიტომ მე მათ პლანეტებს დავარქმევ, მეგობრებო, რომ სულ არ ვიმეორო ეს ჭრილები და აგიხსნათ ყოველ წამს. მომავალში თუ გაიგებთ რახოს და კეტუს მე უწოდებ პლანეტას, იმიტომ რომ თავიდან ავირიდო ეს ყოველწამიერი დაქუცმაცება ინფორმაციის, ანუ დიახ, ესენი გახლავთ ჭრილები, მთვარის, მაგრამ ორივე მათგანი ასრულებს ზუსტად იგივენაირ გავლენას, როგორ გავლენასაც ახდენს პლანეტები, მათაც თავიანთი პერიოდი აქვთ, მათაც თავიანთი დატვირთვა აქვთ და ასე შემდეგ, ამიტომ მოდი მარტივად რო ვისაუბრო და სწრაფად დავარქმევ მე მათ პლანეტებს. ეს იქნება ლატას თვითნებური გადაწყვეტილება. მთელ ასტროლოგიურ იმაში, რა ქვია, რეალიებში. ესე იგი, შეიძლება შენ, მაგალითს მოვიყვან კიდევ ერთს, შეიძლება შენ დაიბადე ძალიან ბრწყინვალე ნატალურ რუკაზე. იქ ყველანაირი ეს ბენეფიკური პლანეტები გყავს, იქ სადაც უნდა გყავდეს და წესით უნდა იყოს ძალიან იღბლიანი ადამიანი, მაგრამ
შეიძლება შენი ანტარდაშა მახადაშების პერიოდები ისე იყოს განლაგებული, რომ მთელი შენი ცხოვრება იყოს ურთულესი. რატო ხდება ეს? ერთ-ერთმა თქვენგანმა დამიწერა კომენტარებში, რატო უნდა გავიარო, მე კი არა ზოგადად რატო უნდა გაიაროს კაცობრიობამ საერთოდ ეს კარმული ვალები და რისთვის არის ეს საჭირო. სამყაროს აქვს ერთი პრინციპი. ყველა მოქმედებას აქვს საპასუხო რეაქცია. შესაბამისად, როგორც ამას ვედები გვიხსნიან და მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია, მეგობრებო, რომ ან დავადასტურო ეს ინფორმაცია, ან პირიქით, ასე ვთქვათ, გავაკრიტიკო, იმიტომ რომ მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ და ცხოვრებაში სრული ხორციელი ცხოვრებით, ხო? არც მე არ მახსოვს ჩემი წინა ინკარნაციის არაფერი და ვცდილობ ამ ცხოვრებაში განვითარდე მე თვითონ, ხო? ამიტომ ვერ ვიტყვი რამდენად სწორია ეს ინფორმაცია ან არასწორია, მაგრამ ვედები გვასწავლიან იმას, რომ სულს აქვს მრავალნაირი ინკარნაცია. სრული ბევრჯერ ჩამოდის ამ პლანეტაზე იმისათვის, რომ მან გაიაროს გაკვეთილები და ისწავლოს ის, რაც ვერ ისწავლა წინა ცხოვრებაში, გადაიხადოს ვალები იმ ყველაფერზე, იმ ურჩობაზე და ნეგატიურობაზე, რაც მან წინა ცხოვრებაში ჩაიდინა და მოახდინოს გავლენა ამ პლანეტაზე ვიღაცების ცხოვრებაში, ხო? შესაბამისად, კარმას იმიტომ გავდივართ, რომ იმ ცხოვრებაში რაც დავაშავეთ, ის ქმედება, რაც ჩავიდინეთ მაშინ, იმ ქმედებაზე საპასუხო რეაქცია უნდა მოვახდინოთ ამ ცხოვრებაში, ეთმის რეზინა უნდა მოვიხსნათ. მოკლედ, შესაბამისად, მეგობრებო, აი ამიტომაც გავდივართ კარმას და იმის თქმა მინდოდა რომ შენ თუ რახუს პერიოდს გადიხარ ახლა ან სატურნის 19 წლიან პერიოდს გადიხარ ან კეტუს პერიოდს გადიხარ თუნდაც მარსის პერიოდი რომელიც ძალიან ნეგატიური პერიოდია არა ყველასთვის მაგრამ უმრავლესობა ჩვენგანისთვის აი წარმოიდგინეთ რამდენად მაგარიც არ უნდა იყოს შენი ნატალური რუკა ეს წლები შენთვის იქნება კატასტროფა მარაზმი ეს იქნება საშინელება მეგობრებო რომელთან გამკლავებას ადამიანს უჭერს არ იცის აი არ იცი რატო ხდება შენ ცხოვრებაში ესეთი სირთულეები რატო ხდება ამდენი ტკივილი გულისკენ დანაკარგი როგორც ფიზიკური ასევე ადამიანური ხო რატო ხდება უარი ყველაფერზე დაგვიანება ავარიები ფიზიკური რაღაცეები ხო და ასე შემდეგ მრავალი კატასტროფები ეს იმიტომ რომ შენ გადიხარ კონკრეტულ პლანეტარულ პერიოდს რომელიც შენ გაიძულებს აი ამ ყველაფერს ასევე დამნიშნულოვანია იმის ცოდნა რომ ესე იგი რომელ პლანეტას რა კონკრეტული დავალება აქვს შენ ცხოვრებაში ეს შეიძლება მაგალითად სიტყვაზე შენ გადიოდე ვენერას პერიოდს ახლა ხო მაგრამ ვენერა შენს ნატალურ რუკაზე იყოს განთავსებული ისეთ ადგილას რომ ის არის დებილიტირებული შეურაცხყოფილია ფაქტიურად იმ კონკრეტულ სახლში კონკრეტულ ნიშანთან ვენერას წლები შენთვის ცუდი გამოვა საბოლოოდ იმის ნაცვლად რომ ვენერა მოგიტანოს სიყვარული გათხოვება ცოლის მოყვანა ფინანსური წინსვლა ლაქშერი ცხოვრება რა ვიცი მე მოგზაურობა და კომფორტი და დიდება ამის ნაცვლად ვენერა მოგიტანს ყველანაირად აბსოლუტურ ანტი რაღაცა და გაგიმწარებს ცხოვრებას, იმიტომ რომ შენს ნატალურ რუკაზე ვენერა არის დასმული ძალიან ნეგატიურად. მაგრამ თუ ვენერა კარგად არის განთავსებული, შენ რანაირი ცუდი სიტყვა შეიძლება თლად სატურნი გყავდეს კაცო პირველ სახლში ან რაც არ უნდა ნეგატივი გყავდეს ხო რაღაცნაირად ისე ძლიერ განლაგებები გქონდეს შენ თუ კონკრეტულ პლანეტარულ იმას გადიხარ დადებიც ხო რაც არ უნდა რთული არ უნდა იყოს შენი ნატალური რუკა ეს კონკრეტული წელი რაც არის სიტყვაზე ვთქვათ ვენერას ან იუპიტერის წელი შენთვის იქნება ძალიან დიდი წარმატების და ბედნიერების სიუხვის და ჯანმრთელობის და რა ვიცი მე მრავალი სიამეების სამცხოვრებისეული მომდანი მაგრამ თუ შემაგალითად გადიხარ კეტუს პერიოდს, აი თითოეულ პერიოდს აქვს, რა ვიცი, 17 გვერდიანი დოკუმენტი მაქვს ხელთ, მაგრამ შეიძლება გავაკეთო მე ამ ვიდეოს მეორე ნაწილი, იმიტომ რომ უკვე 23 წუთია ვყვები. მაგრამ მოკლედ, ესე იგი შეიძლება მოკლედ სიტყვაზე გადიოდე კეტუს პერიოდს და ეს ის პერიოდი იქნება, როდესაც შენ დაკარგავ ადამიანებს შენ ცხოვრებაში, როდესაც დაგეკარგება ინტერესი ნებისმიერ ყველანაირ ფიზიკურ ასე ვთქვათ ღირებულებებზე, ამ ცხოვრებისეულ ღირებულებებზე, ან შენი სურვილით, ან ცხოვრება დაგაძალებს იმას, რომ აღმოჩნდე მარტო, გავუმკლავდე ცხოვრებას მარტო, ძალიან ბევრი ადამიანი მიგატოვებს და დაგტოვებს ყოველგვარი რეალური საფუძველის გარეშე, არ დაგიშავებია არაფერი, მაგრამ უცებ ადამიანების შემოგელება გვერდით, ან შენ მოგინდება სურვილი ხაზი გაუსვა რაღაც ურთიერთობებს და დაასრულა ეს ყველაფერი, რაც იქნება შოკის მომგვრელი ალბათ იმ ადამიანისთვის, დაგეკარგება ადამიანები, დაგეკარგებაში გულისხმობ არა მარტო ურთიერთობის გაწყოდაც, არამედ შეიძლება ვიღაცა გარდაგეცვალოს, ვინც არის შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, დაგეკარგება ფინანსები, დაგეკარგება ყველაფერი. და კეტუ წაგართმევს ასე იქიდან გამომდინარე თუ სად არის კეტუ შენს ნატალურ რუკაზე დასმული, კეტუ წაგართმევს ძალიან ბევრ რაღაცას კონკრეტული იმ მიმართულებით განსაკუთრებით.
შესაბამისად მეგობრებო, აი მაგალითად, ვისაც კეტუ პირველ სახლში უზის და თუ გადის კეტუს პერიოდს, ეს ადამიანი იქნება მიდრეკილი იმისკენ, რომ დააზიანოს საკუთარი ჯანმრთელობა, მოიგლას თავი და ასე შემდეგ. სერიოზული დანიშნულება აქვს მაჰადაშებს, მაგრამ მარტო მაჰადაშა არ არის მნიშვნელოვანი მეგობრებო, ასევე ანტარდაშას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მაჰადაშა არის ძირითადი მთავარი პლანეტარული პერიოდი, რომელსაც ადამიანი გადის, მაგრამ ანტარდაშა არის მაჰადაშას ქვეპერიოდები, იმიტომ რომ მაგალითად შენ თუ გადიხარ სიტყვაზე მარსის პერიოდს 7 წლიანს, ხო? მარს ექნება ასევე თავისი ქვეპერიოდები, რომელიც იქნება მარსი, სატურნი, მარსი, ვენერა, მარსი, იუპიტერი, მარსი რაღაცა და ასე შემდეგ. აი ის ქვეპერიოდები მოახდენს გავლენას მარსზე. თუ მარსი აგრესიულია შენ ცხოვრებაში და ეს 7 წელი შენთვის არის კატასტროფულად აგრესიული და ასე შემდეგ, ის პლანეტები თუ რომელ პერიოდსაც შენ გადიხარ მარსთან ერთად, მოახდენს ამის მოდიფიცირებას და მოახდენს მარსზე გავლენას. მაგალითად, ვენერა მოალბობს მარსს და შემოიტანს უფრო ესე ვთქვათ ენერგეტიკულ ბალანსს. სატურნი გააღიზიანებს მარსს და კიდევ უფრო ამბიციურს და უხეშს გახდის მას. იუპიტერი შეეცდება მარსის ენერგია გამოიყენოს იმისათვის, რომ ადამიანი განავითაროს და უფრო მიზანმიმართული გახადოს. კეტუ შეეცდება, რომ დააზიანოს, ანუ მარსზე მოახდენს, ასე ვთქვათ, გავლენას და ადამიანის ცხოვრებაში შემოიტანს ფიზიკურ, ასე ვიტყოდი, ფიზიკურ ტკივილს, ოპერაციებს, ავარიებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მეგობრებო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის ცოდნა. აი ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რას გადიხარ ეხლა და რა მოდის მომავალში. ამის ცოდნაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს დაგეხმარებათ ასე ვიტყოდი ეს დაგეხმარებათ სწორი მოქმედებების, სწორი არჩევანის, სწორი მიმართულების აღებაში. მე აუცილებლად გავაგრძელებ ცალკე ამ მიმართულებით ვიდეოს გამოშვებას და აუცილებლად შემოგთავაზებთ ჩემი აზრის საუკეთესო იქნება, რომ იმ ყველა მალეფიკურ პლანეტაზე განსაკუთრებით მოგიყვეთ, რაც შეიძლება დაგეხმაროთ თქვენ აღმოაჩენოთ საკუთარი თავი, ვისაც მაგალითად არ გაგვჩნდა საშუალება ეხა პირადი კონსულტაციის გაკეთების ან არ გაგვთ სურვილი საერთოდ, აი ესეთი ვიდეოები შეიძლება დაგეხმაროთ, აღმოაჩენოთ თქვენი თავი, თუ რომელ პლანეტარულ პერიოდს შეიძლება შენ მიახლოებით გადიოდე, იქიდან გამომდინარე თუ რომელს რა შეიძლება ახასიათებდეს, მაგრამ ძალიან რთულია მეგობრებო. კიდევ ერთხელ მართლა გულახდილად გეტყვით, რომ ძალიან რთულია ასეთი ყველასთვის მორგებული ვიდეოების გამოშვება ასტროლოგიური მიმართულებით, ისევე როგორც მედიცინაში ყველაზე ერთნაირად გლობალურად ვერ იტყვით, იმიტომ რომ ყველას ორგანიზმში სხვადასხვა პროცესები მიმდინარეობს, ასევე ვერც ასტროლოგიას ვერ გავაზოგადოებთ, იმიტომ რომ ყველას გვაქვს ჩვენი ინდივიდუალური განლაგება, ყველას გვაქვს ჩვენი ინდივიდუალური კარმა, მეგობრებო, და ყველას გვაქვს ჩვენი ინდივიდუალური პერიოდები, მაჰადაშები, ამიტომ არ არსებობს ერთი ვიდეო მოერგოს ყველას. მაგრამ რაღაცაში შეიძლება დაგეხმაროთ თვალი, აგიხილოთ აჰა მომენტი, გაგიჩინოთ და ასე შემდეგ. ეხლა მინდა გაგიზიაროთ 10 მიზეზი თუ რატომ არის სასურველი, თუ არა სავალდებულო ვიცოდეთ ჩვენი ცხოვრების მაჰადაშებზე. პირველი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი იმის, რომ ყველა ჩვენგანმა უნდა ვიცოდეთ, რა პერიოდს გავდივართ ეხლა, რა გავიარეთ და რა არის შემდეგში მომავალში დაგეგმილი რომ მოხდეს ჩვენ ცხოვრებაში, ეს დაგვეხმარება ზოგადად ჩვენი ცხოვრებისეული ციკლის მენეჯმენტში. როდესაც შენ ზუსტად იცი, ეხლა რა პერიოდს გადიხარ და როგორი გავლენა აქვს ამ პერიოდს შენ ცხოვრებაში, შენ შეძლებ რაღაცები ან დააჩქარო გადაწყვეტილებები, ან თავიდან აირიდო რაღაცა ისეთი ქმედებები, რაც შეიძლება ამ პერიოდიდან გამომდინარე იყოს შენთვის ფატალური. სიტყვაზე თუ რაღაცა ძალიან ცხოვრებისეული დიდი გრანდიოზული გადაწყვეტილებები გაქვს მისაღები, რა ვიცი მე ინვესტიციის შეძენა, იქნება ეს რაღაც სერიოზული ოპერაციის გაკეთება, დაქორწინება, იქნება თუ რელოკაცია, თუ რაც არ უნდა იყოს, როდესაც შენ იცი, რომ კონკრეტული ეს წელი არის შენთვის აი ასეთი ნეგატიური ეფექტის მომტანი და რაც არ უნდა გააკეთო, არ გაგიმართლებს, აი ასე შემთხვევაში შენ ახდენ ლავირებას და აი დაელოდები ამ წლის გასვლას. აი ან მაგალითად პირიქით თუ იცი, რომ ეს წელი არის სავსე შენთვის მაქსიმალურად პოტენციებით, საშუალებებით და ასე ვთქვი, ყველანაირი კარი ღია შენთვის და პორტალი მართლა გახსნილია, მაშინ ადამიანი უფრო შეეცდება, რომ მეტი მოინდომოს, რომ მოასწროს აი ამ ფანჯარაში და გააკეთოს მაქსიმუმი საკუთარი
საკუთარი გასაკეთებელი თავისი ნაწილი ხო და დანარჩენი მიანდოს უკვე სამყაროს. ანუ გვეხმარება ესე ვთქვათ პლანეტარული პერიოდების ცოდნა ლავირებაში რა დავაჩქაროთ, რა ავირიდოთ ცხოვრებაში, თავიდან რომელი გზიდან გადაუხიოთ, ან ასე შემდეგ. ანუ ეს პირველი მიზეზი იმის, რომ ვიცოდეთ ჩვენი ანდარდაშა მაჰადაშები, უბრალოდ მაჰადაშა ანდარდაშები, იმიტომ რომ მაჰადაშა არის ძირითადი ციკლი და ანდარდაშა მისი ქვე პერიოდია. აი ცხოვრებისეული ციკლის მენეჯმენტში გვეხმარება მეგობრებო, როცა შენ ნათელი სურათი გაქვს, იცი რა ხდება შენს თავს, როგორია ენერგიები ამ პერიოდში შენ ცხოვრებაში და ახდენ აი მართლა სწორ რეაქციას, ახდენ სწორ არჩევანს, სწორი დროის მენეჯმენტი და ასე შემდეგ. მეორე მიზეზი იმის თუ რატო შეიძლება ჩვენ მაჰადაშა ანდარდაშების ცოდნა დაგვეხმაროს არის შესაძლებლობების მაქსიმალიზირება. ეს შეიძლება პირველი მიზეზის გაგრძელება იყოს, მაგრამ უფრო ჩაუღრმავდები მიმართულებით, რომ როდესაც შენ იცი რომ რაღაცა ისე ვერ მიდის, სადღაც გაიჩეხე, სადღაც შენელდა შენი პროგრესი, სადღაც ისე ვერ მიდის რაღაცა, როგორც შენ უნდა შენ ისურვებდი რომ მომხდარიყო, ასეთ დროს ზუსტად გვეხმარება ეს მაჰადაშების ცოდნა, რომ დავგეგმოთ ჩვენი მომავალი, ასე ვიტყოდი, შესაძლებლობები, წარმატების შანსები და რაღაცები გაცილებით უფრო, ასე ვიტყოდი, კაფიოთ. აი, იცის ადამიანმა, რომ ეხლა გაქვს იუპიტერის პერიოდი სიტყვაზე, ან გაქვს ვენერას პერიოდი, ან მზის პერიოდი მიმდინარეობს შენ ცხოვრებაში, ან მერკურისი, ეს არის ის პლანეტები, რომელიც ადამიანს ზუსტად აი ამ პოტენციალზე, შესაძლებლობებზე, თუნდაც მარსიც ხანდახან ძალიან წარმატების მომტანი პლანეტაა, რახუც კი შეიძლება იყოს რაღაცნაირი წარმატების მომტანი, მეგობრებო, ნუ რახუც მომტანილი ძალიან ისეთი არასტაბილური ამბავი აქ არის მომტანილი ქარს რომ მიაქვს, მაგრამ ძალიან ბევრჯერ რახუც ძალიან დიდი ფინანსური წარმატების მოტანაც შეუძლია. ხო, ანუ შესაბამისად როდესაც იცი რა პერიოდია და რა ენერგიებია შენს თავს, შეგიძლია აი გააკეთო სწორი დაგეგმარება შენ ცხოვრებაში, სწორად დაგეგმო. იცი რომ ეხლა გაქვს ის დრო, როდესაც შენ შეგიძლია, რა ვიცი მე, შეეხმიანო ვიღაცებს, გახსნა შენი პირადი ბიზნესი. არ მოგერიდოს და შეიტანო განაცხადი და სივები ისეთ სამსახურებში, სადაც შენ გერიდება და გონია რომ არ გამოგივა. შეეხმიანო დამსაქმებელს და უთხრა რომ ჰეი ბიჭო, სივი გამოგიგზავნე, რა შვები. ხო, ან რა ვიცი, ძალიან მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება მეგობრებო და არ მინდა რომ ძალიან გამიგრძელდეს, იმიტომ რომ 8 დანარჩენ მიზეზებს უნდა გესაუბროთ, მაგრამ ანუ მედი მაქვს გამიგეთ, რომ როცა შენ ზუსტად იცი რა პლანეტის პერიოდს გადიხარ და იცი იმ პლანეტის გავლენა შენს პირად ინდივიდუალურ ცხოვრებაზე და ბედისწერაზე, ეს გეხმარება შენი წარმატებული ნაბიჯების, წარმატებული დაგეგმარების, დროის მენეჯმენტის უკეთეს მაქსიმალიზირებაში, ანუ მაქსიმალურად შეგიძლია შენ შანსები გაზარდო. ასევე მესამე მაგალითი ჩანიშნები მეკავია ხელში და ვიჭყიდები. მესამე რის გამოც უნდა რაც არის ერთ-ერთი მიზეზი იმის თუ რატომ უნდა ვიცოდეთ ჩვენი მაჰადაშა ანდარდაშების პერიოდები არის სირთულეების მენეჯმენტი, მეგობრებო, არა მარტო წარმატების, არამედ უკვე ნეგატიური მიმართულებითაც სირთულეების მენეჯმენტი. აი, როდესაც ადამიანს აქვს ურთულესი პერიოდი ცხოვრებაში, როდესაც არ გამოდის არაფერი, როცა ყველაფერი პირიქით ფიასკოთი მთავრდება, იწვევს ფრუსტრაციას, იწვევს იმედგაცრუებებს, ტკივილს, დანაკარგს, აზიანებს ჩვენს ფიზიკას, ფსიქიკას და ყველაფერს და შენ თუ არ იცი რატო ხდება ეს ყველაფერი, მაშინ ძალიან რთულია მართლა ცხოვრების სწორი მიმართულებით წაყვანა. აი ეს არის ის პერიოდი, როდესაც ადამიანს ეკარგება რწმენა ღმერთის მიმართ, ეს არის ადამიანი, როდესაც ვარდება ფრუსტრაციაში, როდესაც ადამიანი ეშვება ძალიან ისეთ ნეგატიურ უკიდურესობებში მიმართავს არაჯანსაღ ჩვევებს, რითაც ცდილობს გაიყუჩოს ეს იმედგაცრუება და გულის ტკივილი, შიშები, პანიკები, რაც ყველა ჩვენგანს რაღაც პერიოდში გვახასიათებს ცხოვრების, ხო? იმიტომ რომ ადამიანი ძალიან აი ასე ცხოვრობს და არ იცის თუ რაც ხდება, რატო ხდება და რამდენი ხანი შეიძლება ასე გაგრძელდეს. შესაბამისად, ამ სირთულეების მართვაც ადამიანისთვის რთულია, როდესაც არ მოეპოვება მას ზუსტად ის სანთელი ხელთ, რომელიც ანათებს მის გონებას, ანათებს მის სულს და სანთელი არის ცოდნა, მეგობრებო, ინფორმაცია. როდესაც ჩვენ ინფორმაცია არ მოგვეპოვება, ცხოვრობთ ბნელად. მაგრამ როდესაც ადამიანს კონკრეტული ინფორმაცია მოეპოვება, მისი გონება უფრო განათებულია და მას გაცილებით უფრო მარტივად შეუძლია რაღაცების თაროებზე მილაგება, გადალაგება და შესაბამისად მე ასე ვთქვათ
შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, ხო, ცხოვრებაში. როდესაც შენ იცი, რომ რაღაცეები ეხლა არ გამოგივა, ან ეს ის პერიოდია, როდესაც შენ კარმის გადახდაზე უნდა იყო ორიენტირებული და მიიღო ეს ცხოვრებისეული გამოწვევები ღირსეულად, ჩახედო ტკივილს თვალებში და არ გადაიმალო, არ გადახვიდე რაღაც ტკივილ გამაყუჩებელ არაჯანსაღ მეთოდებზე, არამედ პირიქით ძალიან უნდა ჩაუყმავდე აი ამ ტკივილს და გაუღო უნდა მასკარები და რაც შეიძლება ღრმად უნდა იგრძნოს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი მეთოდია კარმის დაწვის ფაქტიურად, ხო, თვალებში ჩახედვა და მიღება და გავლა ამ ასე ვთქვათ წისქვილში რო გაგატარებს, ხო? და დაგაქუცმაცებს და დაგამსხვრევს და დაგაფურთხებს ფაქტიურად ცხოვრება. ეს არის ზუსტად ის პერიოდი, როდესაც შენ უნდა მიხვდე, რომ რაღაც კარმას გავდივარ, მაგრამ რას და რატომ და რამდენი ხანი გაგრძელდება ეს უკვე ის არის თუ რაზეც მახადაშაქვსენს პასუხს მეგობრებო. შესაბამისად, ეს არის მესამე ძალიან ძლიერი მიზეზი იმის თუ რატომ უნდა ვიცოდეთ რა პლანეტარულ პერიოდს გადის ახლა ადამიანი. მეოთხე ძალიან მნიშვნელოვანი ერთ-ერთი მიზეზი სპირიტუალური სულიერი, ასე ვიტყოდი, განვითარება. როდესაც შენ იცი და ალბათ ეს აი მესამე მიზეზის გაგრძელება იქნებოდა, როდესაც იცი რატო ხდება ეს ნეგატივი შენ ცხოვრებაში, მაშინ გაცილებით უფრო იზრდები სულიერად. აი შენი სული ზუსტად ის თუ რა მისიებითაც არის ჩამოსული და რა კარმული ვალებიც აქვს მას გასავლელი, გაცილებით უფრო სპირიტუალ სულიერ დონეზე ინტუიტიურ დონეზე ხდება რა და რატო ხდება, მაგრამ ჩვენთვის მომაკვდავი გონებისთვის ფსიქოლოგიური და ემოციური ჩვენი ნაწილებისთვის ძალიან რთულია ამ ყველაფრის მიღება, არ ვიცით, არ გვესმის და ძალიან ხშირ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ რაღაცა უსამართლობას აქვს ადგილი. სინამდვილეში ყველაფერი მათემატიკურად გათვლილია მართლა, ძალიან მწუხართ თუ ვინმე ახლა იმედებს გიცურებთ მართლა, მაგრამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და მე პირადად ძალიან ისეთი რთული გზა გამოვიარე დღემდე. ძალიან ბევრჯერ მithქვამს, რომ ძალიან ბევრი რამ უსამართლოდ დამემართა, მაგრამ შემდეგ ცხოვრება მიჩვენებს, რომ იცი რა ის იმიტომ დაგემართა, რომ აი აქ მოიკოჭლებდი და ძალიან რთულია, იცით, აი ეგოსაც ჩავთავთ ახლა. ეგოსთვისაც რთულია იმის მიღება, რომ ვაიმე, ნუ თუ მე მართლა რაღაცებს მართლა ვიმსახურებ, და აი რა საუბარი, ანუ მართლა ვიმსახურებ, იმიტომ რომ ჩემი თავი ძალიან მაგარი ტიპი მეგონა და რაღაცა კაცს მოყვარე, ღმერთს მოყვარე, იმის მოყვარე, ამის მოყვარე და ამ დროს ასე ძალიან დამპლურად რომ ექცევა სამყარო ანუ ვიმსახურებ ამას და აი ასეთი ასე ვიტყოდი ძალიან ისეთი ეგზისტენციალურ კითხვებზე პასუხის გაცემა, ჩაღრმავება იმაზე თუ მართლა რასულის ტიპი ხარ, აი ვინ ხარ რეალურად და რატო ხდება შენს თავს ის რაც ხდება და რასთან შეიძლება ის იყოს დამოკიდებული და არა მარტო ეს, არამედ ის თუ შემდეგ უკვე როგორ sapasukho რეაქციას იჩენ შენ იმასთან მიმართებაში თუ რაც ახლა რეალურად ხდება შენს თავს, ეს ყველაფერი არის ის მეგობრებო, რაც იწვევს ჩვენს სულიერ ზრდას, ჩვენს ტრანსფორმაციას და ახალი კარმის ასე ვთქვათ და ჩასახვას, რომელიც შემდეგ უკვე ჩვენს რეალობას ცვლის უკეთესობისკენ. ნუ იქიდან გამომდინარე თუ რა საპასუხო რეაქციები გვაქვს ჩვენ და რამდენად ვღებულობთ აი ამ კარმულ გამოცდებს და რამდენად არ ვღებულობთ. ესეც სულზეა უკვე დამოკიდებული და შენს კარმაზე მოკლედ. მოკლედ, შემდეგი ძალიან ისეთი მიზეზი, თუ რატო უნდა იცოდე შენი ანტარდაშა მახადაშები, არის გამოვასწოროთ ჩვენი ურთიერთობები. დიახ, მეგობრებო, ურთიერთობების გამოსწორებაც არის ერთ-ერთი ძალიან ასე ვიტყოდი ძლიერი და მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზეც ინფორმაციას ძალიან უხვად გვაწვდის მახადაშების ცოდნა. იქიდან გამომდინარე თუ რა პლანეტარულ პერიოდს გადიხარ ეხლა იქნება დამოკიდებული, ამაზე იქნება დამოკიდებული შენი ყველანაირი ურთიერთობები. ურთიერთობა საკუთარ თავთან, ამით დავიწყებდი, ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად გიყვარს შენი თავი, რამდენად როგორი ურთიერთობა გაქვს შენს თავთან. გესმის შენი თავის, გესმის თუ არა შენი საკუთარი სხეულის, გესმის თუ არა შენი ფსიქოლოგიის, ფსიქიკის, ეგოსი, გესმის თუ არა შენი ეგოსი და ხედავ თუ არა რამდენად დადებით, ანამდენად ფატალურ გავლენას ახდენს შენი ეგო შენს ურთიერთობებზე და ცხოვრებას, ხო? როგორი ურთიერთობა გაქვს შენ თავთან, ხო? რამდენად გაურბიხარ კარმას, რამდენად ეშვები არაჯანსაღ ჩვევებში, რამდენად პირიქით ცდილობ საკუთარი თავი განავითარო და რამდენად ცდილობ რომ რაც შეიძლება მეტი ასწავლო შენს თავს და რამდენად ცდილობ რომ დადებითი გავლენა მოახდინო როგორც პლანეტაზე, ასევე ყველა ცოცხალ ორგანიზმზე მასში, ხო? ეს ყველაფერი არის ის თუ რა სტილის ურთიერთობა გაქვს შენს თავთან და აი ზუსტად პლანეტარული პერიოდების ცოდნა თითქოს უფრო
უფრო ვრცელ ღრმა ინფორმაციას გაწვდის იმაზე თუ რა პერიოდს გადიხარ, როგორ უნდა მოიქცე, რა უნდა გამოასწორო და ეს მერე გვეხმარება იმაში, რომ ურთიერთობა საკუთარ თავთან დავალაგოთ, გავაუმჯობესოთ, ჩავხედოთ ჩვენს მინუსებს, პლუსებს და ასე შემდეგ. ეს გვეხმარება არა მარტო სულიერ დონეზე, არამედ ფსიქოლოგიურ, ემოციურ დონეზეც მეგობრებო. ძალიან დიდი როლი ეთმობა ასტროლოგიას ამ მიმართულებით. ასევე ურთიერთობა მეგობრებთან, ურთიერთობა კოლეგებთან, პირადი ურთიერთობები, საპირისპირო სქესთან, სასიყვარულო რომანტიკული ურთიერთობა მეუღლესთან, ურთიერთობა თანამშრომლებთან, ურთიერთობა მეზობლებთან და ზოგადად ყველა სახის ურთიერთობა, რაც კი არსებობს. ურთიერთობა ცხოველებთან, დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ურთიერთობა ცხოველებთან. ეს რასაც ჩვენებს, იცით, რამდენად სუფთაა თქვენი სული. ცხოველები არის ჩვენი საარკე. ის თუ როგორ აღგიქვამს შენს ცხოველი, აჩვენებს იმას, თუ რამდენად სუფთა ან ბიძურია შენი აურა, შენი ესე ვიტყოდი სულიერი გარსი და სად გაქვს სამუშაო, იმიტომ რომ თუ ცხოველი უმიზეზოდ გერჩის შენი აზრით უმიზეზოდ ეს იმას ნიშნავს, რომ ის გრძნობს შენში იმას, რასაც შენ ვერ ხედავ და ამით გაძლევს ფიდბექს. ის თუ როგორ ექცევი შენ ცხოველებს, ესეც იმის მანიშნებელია, თუ რამდენად სუფთაა შენი სული. ადამიანები, რომლებსაც ცხოველთა სამყარო არ უყვართ, ან ვერ მეგობრობენ მათთან, ეს ადამიანები კარგად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რამდენად როგორი ურთიერთობა აქვს მათ საკუთარ თავთან. ეს ამშვენივანი ფაქტორია. რაზეც მე მთელი ჩემი ალბათ 80% ჩემი ვიდეოების ყველგან უსვამ მე ამ ცხოველებთან ურთიერთობას, ბუნებასთან ურთიერთობას ხაზს მეგობრებო. ასევე ნუ მოკლედ ეს ერთ-ერთი ამი გამიგრძელდეს 40 წუთია ვყვები. მოკლედ შემდეგი მიზეზი, მე-6 მიზეზი იმის თუ რატომ არის კარგი მახადაშების და ანტარდაშების ცოდნა არის ის, რომ მოახდინოთ სწორი გადაწყვეტილებების მიღება სწორ დროს და სწორად. როდესაც შენ იცი არსებული პლანეტარული პერიოდის მინუსები, პლუსები, შესაძლებლობები, საფრთხეები, სად გაგვიმართლებს და რა მიმართულებით, სად არ გაგვიმართლებს და რატომ, როდესაც შენ გააქვს უკვე ეს ნავიგაცია ხელს, შენ უკვე ზუსტად იცი, რომელი იქნება სწორი გადაწყვეტილება ამ მოცემულ პერიოდში, ხო? ის თუ სად მიგვიყვანს მერე ჩვენ ეს გადაწყვეტილებები, ეს არის უკვე სხვა თემა, ეს არ არის უკვე ჩვენს ხელთ, მეგობრებო, მაგრამ იმის ცოდნა თუ რა ასე ვიტყოდი რა ნიადაგზეც გახარ ახლა ხო პლანეტარული პერიოდის მიხედვით დაგვეხმარება იმაში, რომ ვიცოდეთ რა დავთესოთ იქ. როგორი ნიადაგიც გაგაჩნია, იქიდან გამომდინარე უნდა გადაწყვიტო, რა უნდა დათესო, რომ ეს დათესილი გაიხარებს, ანუ რომ მოგცეს ამ ნაყოფი და წარმოიდგინეთ მაგალითად სუბტროპიკულ ნიადაგზე თესავ ძალიან ისეთ ღრმა ტროპიკულ ხილს გაიხარებს, არ გაიხარებს. შესაბამისად, როცა იცი ნიადაგი, შენი ცხოვრების რა ნიადაგზეც ახლა იმყოფები, იქიდან გამომდინარე შენთვის მარტივია უკვე გადაწყვიტო, აჰა, ეს გაიხარებს, ეს არ გაიხარებს. ამას დავთესავ და თელს შრომას, დროს, ჯაფას, მოთმინებას და ასე შემდეგ მას ვიზამ ჩავდება მაშინ, მაგრამ მე აღმოცენდება ერთი ჯოხი და ის ჯახმება, კაცო. ანუ ამის ცოდნა ნიადაგის ცოდნა და ნიადაგი არის ზუსტად ეს მახადაშები, პლანეტარული პერიოდები დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, მეგობრებო, ძალიან მარტივია. მაგალითად, გინდა რელოკაცია, სადღაც გინდა წახვიდე სამუშაოდ, ხო? მაგრამ გაქვს კეტუს პერიოდი, სად მიდიხარ? ეს პერიოდი, ეს რელოკაცია შეიძლება მოხდეს, მაგრამ ფატალურად შეიძლება დასრულდეს, მეგობრებო. ან გაქვს იუპიტერის პერიოდი და ზიხარ სახლში და ფლანგავ დროს. რას აკეთებ? ეს არის დრო, როდესაც შენი ცხოვრება სავსეა შესაძლებლობებით, წარმატებით, განვითარებით და ამ დროს შენ არაფერს არ აკეთებ, იმიტომ რომ კი გეუბნება სამყარო და გაძლევს მინიშნებებს, მაგრამ ან არ გინდა ეს დაინახო, ან გეზარება, ან პროკრესტინაცია, ან არჯანს აღარ ცხოვრობ და ამის ენერგია აღარ ყოფნის, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოკლედ. შემდეგი მე-7 მიზეზი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რაც გვიმტკიცებს მას, რომ მნიშვნელოვანია ამის ცოდნა, არის დროის, ასე ვიტყოდი, სწორი მართვა. დაგეგმარების სწორი მეთოდიკა. ეს არის ერთ-ერთი კიდევ პლუსი იმის, რომ იცოდეთ თქვენი მახადაშები, იმიტომ რომ როცა შენ ისევ გამეორდები, იცი შენი პლანეტარული პერიოდები, შენ ზუსტად შეგიძლია ზუსტი დრო გამოძებნო რაღაცისთვის. აი მაგალითად, მთელი ამ წლის განმავლობაში სიტყვაზე ვთქვათ, გაქვს ტრანზიტული პერიოდი. სრულდება შენ ცხოვრებაში სიტყვაზე ვთქვათ, აი 2025 წელს, სიტყვაზე სრულდება სატურნის პერიოდი და წლის ნახევარში იწყება მერკურის პერიოდი.
სატურნის პერიოდის განსაკუთრებით დასასრული ყოველთვის ემთხვევა იუპიტერის ქვეპერიოდს. ეს ისეთი პერიოდია, მეგობრებო, როდესაც ძალიან ორაზროვანი რაღაცები ხდება. აი, როდესაც შენ გონია, რომ ცუდი უნდა მოხდეს ამ დროს, უცებ იუპიტერი ახდენს გავლენა სატურნზე და სასწაულის საოცრება ხდება, ან პირიქით, როდესაც შენ ელოდები რაღაცისგან, რაღაც ისე მიდის საქმე, რომ ელოდები ძალიან გრანდიოზულ წარმატებაზე, ამ დროს სატურნი მარჯვობს იუპიტერზე და ფიასკოთი მთავრდება. ამიტომ სატურნის ბოლო პერიოდი, სატურნის მაჰადაშასი არის ყველაზე ერთ-ერთი არასტაბილური და არაპროგნოზირებადი. იმიტომ რომ მასთან იუპიტერია და იქ არ ვიცით რომელზე უფრო, იმიტომ რომ იუპიტერი და სატურნი არის ის ორი გიგანტი პლანეტა, რომელსაც შეუძლია პირისპირ დასხდნენ და ერთ დონეზე ისაუბრონ. დანარჩენები სატურნთან ვერ ამოდიან, მზეც კი. შესაბამისად, მზესთან რატომ თუ არა ეს უკვე ცალკე თემა, ეგ მთელი მითოლოგია ჩასმული თუ გაინტერესებთ ამაზეც მოგიყვებით, მაგრამ ერთადერთი პლანეტა, რომელსაც სატურნი ღებულობს საკუთარ დონემდე, არის იუპიტერი, მაგრამ მათი ეს პრინციპები არ ემთხვევა ერთმანეთს, ორივე მათგანი სხვადასხვა რაღაცებს გვაძლევს ჩვენ და შესაბამისად ძალიან არაპროგნოზირებადია, მაგრამ წარმოიდგინე ახლა 2025 წელი გაქვს, სატურნი მთავრდება იუპიტერთან ერთად და იწყება მერკურის პერიოდი. და ამ დროს შენ გინდა რაღაცა კარიერული გრანდიოზული ცვლილებების მოხდენა, რელოკაცია, ახალი ბიზნესის წამოწყება და ამას აკეთებ მაშინ, როდესაც სატურნი ჯერ კიდევ დასრულებული არ არის. აი მაგალითად ივნისში სრულდება სატურნი იუპიტერის შესწორება, სატურნის მაჰადაშა იუპიტერის ანტარდაშათი და ივლისის დასაწყისში იწყება მერკური. ხო და ამ დროს შენ გონია რომ მთელი ეს წელი, იმიტომ რომ იუპიტერი გაძლევს იქ თავისებურ იმას გაძლევს, რომ ბიჭო, ახლა წარმატება მოდის, ამ დროს არ იცი შენ სატურნს რა აქვს თავში, იწყებ თებერვალში სიტყვაზე ახალ ბიზნეს აძლევ, ასე ვთქვათ, წამოიწყებ რა, რაღაც მას ჩადებ ხო, ინვესტიციას ან რაღაც პირველ ნაბიჯებს დგამ და ამ დროს სატურნი გადაწყვეტს, რომ შენ ამას არ იმსახურებ და ეს შენი პირადი ბიზნესი ქვესკნელში მიექანება ფიასკოთი. იმიტომ რომ შენ არ იცოდი რომ უნდა დაგელოდა უნდა დალოდებოდი აი ამ პერიოდის ჩასრულებას და უნდა მოგეთმინა ივლისამდე და ივლისის მერე როცა მერკური დაიწყებოდა შენ ცხოვრებაში, შენი ის პირადი ბიზნესი, რომელიც გეგმაში ჰქონდა, წავიდოდა ესე მაღლა წარმატებებით, იმიტომ რომ მერკური არის წმინდა ბიზნესის პლანეტა, არა მარტო, მაგრამ ერთ-ერთი მისი ფუნქცია არის ბიზნეს განვითარება ადამიანის. ამიტომ როცა არ იცი ეს ყველაფერი, ხო, ვერ ახდენ ამ დროის სწორ მენეჯმენტს, ვერ აკეთებ სწორ დროს სწორ გადაწყვეტილებას, მეგობრებო, არ იცი. და რაც არიცი რა, ანუ განაშაულებს ყველა ვერავინ ვერაფერში, მაგრამ როდესაც იცი, ელოდები ამ სწორ დროს და აკეთებს სწორ გადაწყვეტილებას, სწორ დროს და ზუსტად ამ დროს მოდის ეს ასე ვიტყოდი პლანეტარული დავარქვათ ახლა სიამეები, რაც ამ პლანეტაში უძლია მოგვიტანოს ეს დადებითი, ხო, ზუსტად სწორ დროს მოდის. მერვე ეს არის როდესაც იცი შენ კონკრეტული მაჰადაშა, შეგიძლია კარმული მიმართულებითაც მოარგო აი ამ პერიოდებს სწორი მეთოდები, აი რემედიის როგორც ეძახიან, არის სწორი საპასუხო განკურნებელი რეაქციები კარმის, აი ზოგი არა. ყველა პლანეტა ითხოვს ჩვენგან რაღაც კონკრეტულ საპასუხო სავალდებულო ქმედებებს, რაც საჭიროა იმისათვის, რომ კარმა დავწვათ, ხო? და როდესაც იცი, რომელი პლანეტის პერიოდი მიმდინარეობს, აი ზუსტად იქიდან გამომდინარე საპასუხოდ შენ ახერხებ შემდეგ უკვე სწორი არჩევანის გაკეთებას თუ როგორ შეიძლება, რა უნდა გააკეთო შენ იმისათვის, რომ მოახდინო, ასე ვთქვათ, სწორად ვალების გადახდა. აი, ასე ვიტყოდი ალბათ, აი, მაგალითად სატურნი ითხოვს ადამიანისგან იმას, რომ იყო დისციპლინირებული, არ დაგეზაროს, იმუშაო და იყო ჯარისკაცი, ისეთი სატურნზე ცალკე მოგიყვებით. მაგალითად, ან იუპიტერი, ასევე სატურნი ითხოვს იმას, რომ შენ მუდამ უნდა დაეხმარო მოხუცებს, დაკავდე ქველმოქმედებით, გინდა თუ არ გინდა გაქვს თუ არ გაქვს, მაინც უნდა დაკავდე ამ ქველმოქმედებით, გასცე უნდა და ასე შემდეგ. აი, მაგალითად, კეტუ ითხოვს იმას, რომ შენ განუდგე უნდა ყველანაირ ამ ცხოვრებისეულ სიამოვნებებს, აღმოჩნდე მარტო და სულ რელიგია, მეცნიერება, ფსიქოლოგია, ეზოთერიკა ეს ყველაფერი ისწავლო და შეზღუდო შენი თავი ყოველგვარი სოციალური შეკრებებისგან, გართობისგან, მეგობრებს უნდა განუდგე და ასე შემდეგ. აი, ყველა პლანეტას აქვს თავისებური რაღაცები, მეგობრებო, რა ხო რას ითხოვს ჩვენგან, რომ ჩვენ უნდა იყო ძალიან ამბიციური ტიპი და მარტო ფულზე უნდა იფიქრო. შესაბამისად, როცა იცი, რომელი პლანეტის პერიოდს გადიხარ, შენ საპასუხოდ შეგიძლია მისი, ასე ვთქვათ, განკურნებელი რეაქციების გაკეთება, განკურნებელი ღონისძიებების ჩატარება, რაც
აი ამ პლანეტას მოალბობს და შეძლებს რომ ეს შენიქმედებები შეძლებს რომ ეს პლანეტარული ტოქსიციზმი რაც არის ასე პროექტირებული შენზე და შენ ცხოვრებაზე ცოტა შეერბილდეს, შენელდეს, ან რა ვიცი მე მას შემდეგ თავიდან არ აგარიდებს, მაგრამ შეარბილებს მაინც. მეცხრე საკუთარი თავის გაგება, რაც მიწერია, აღნიშნული მაქვს, მაგრამ ვიმეორებ ჩემს თავს, ამიტომ რომ ეს უკვე გითხარით და მეათე ალბათ ძალიან დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის საკუთარ თავში იმ კუნთის განვითარება, რასაც ქვია მოთმინება და გაგება. მოთმინება ალბათ ვიტყოდი განსაკუთრებით მალეფიკური მაჰადაშების დროს არის ერთ-ერთი ძალიან დიდი სავალდებულო ხელსაწყო, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ გავიაროთ ღირსეულად ეს პერიოდი, გავიაროთ ისე, რომ ახალ ცუდ კარმებს არ ჩაუდოთ საფუძველი, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებზეც პასუხს ამ ცხოვრებაშივე მოგთხოვენ. შეგნება იმის თუ რა ხდება ახლა შენს თავს და მე სწორი რეაქციების გაკეთება მოთმინების გზით არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირსება, რასაც ღმერთი ხედავს და გვიფასებს, მეგობრებო. მაგრამ ამის ცოდნა, ამის დახვეწა, ამის გამომუშავება არის ერთ-ერთი, ასე ვიტყოდი, ძალიან მნიშვნელოვანი ქვეპუნქტი ამ ყველაფრის, იმიტომ რომ როცა შენ არაფერი არ იცი, ძალიან რთულია სწორი რეაქციების გაკეთება, ძალიან რთულია მოუხმო შენს ინტელექტს. ინტელექტი, რომელიც არის მერკური, მაგალითად, ხო, ადამიანში ეს ყველაფერი არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორიც, მეათე მიზეზი, რატომ უნდა ვიცოდეთ ჩვენი მაჰადაშები და ანტარდაშები, მეგობრებო, ასევე სანამ დავასრულებ ამ ვიდეოს, რომელიც მგონი 1 საათიანი გამოდის, მაგრამ ავტორთა ყოველგვარი დაჩახვების გარეშე არის ის, რომ არსებობს ყველაზე რთული 3 პლანეტარული პერიოდი, მოდი ვიტყოდი 4. ნუ ყველაზე რთული 3 და მას მე-4 ემატება კიდევ 1. ყველაზე რთული ჩემი აზრით არის სატურნის პერიოდი, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ხანგრძლივი ამ ნეგატიური პერიოდებიდან. ეს გახლავთ 19 წლიანი სატურნის პერიოდი, მეგობრებო, ასევე შემდეგი ალბათ ყველაზე რთული იქნებოდა კეტუს პერიოდი ჩვენ ცხოვრებაში, ასევე მარსის პერიოდი ძალიან სახიფათო და რახუს პერიოდიც ასევე, რომელიც ძალიან საშიშია, გაცილებით უფრო ნაკლებ რთული და მტკივნეული შეიძლება იყოს ვიღაცისთვის, მაგრამ საშიშია, იმიტომ რომ ძალიან მაღალია შეცდომების დაშვების, ფატალური შეცდომების დაშვების შანსი რახუს მაჰადაშის დროს. მოკლედ, მე აუცილებლად დაგიბრუნდებით თქვენ კონკრეტული ამ მალეფიკური, განსაკუთრებით მალეფიკური პერიოდების დამახასიათებელი დეტალებით. შემდეგი ვიდეო ალბათ იქნება სატურნის მაჰადაშაზე, თუ როგორია ზოგადად სატურნის მაჰადაშა, რა ხდება ამ დროს ჩვენს თავს, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვალბოთ ჩვენ სატურნი, ზოგადად რას ითხოვს სატურნის მაჰადაშა და რატო გვემთხოვა ის. არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც სატურნის მაჰადაშის გავლა საერთოდ არ უწევთ, მეგობრებო, რა იღბლიანები არიან, წარმოიდგინეთ. მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ძალიან არასახარბიელო დროში გადიან სატურნის მაჰადაშას სამწუხაროდ. მოკლედ, იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ რაღაცნაირად თქვენი ცხოვრების მიმდინარე პერიოდის შეფასებაში, შეიძლება რაღაცაში თვალი აგიხილოთ, შეიძლება გააღვიძოს თქვენში მეტი თვითგანვითარებისკენ მიდრეკილება, ასევე გამეორდები, რომ თუ გნებავთ თქვენი პირადი ნატალური რუკის მიმოხილვა და ასევე მაჰადაშების და ანტარდაშების, თქვენი კარმული ვალების და ასე შემდეგ, განხილვა შემეხმიანეთ მეილზე, რომელსაც მე დაგიტოვებთ აი ამ ვიდეოს აღწერილობის ქვეშ. არ მითხრათ მე რომ ვერ იპოვეთ, შემეხმიანეთ და იქ განვიხილავთ ფასებსაც, დავნიშნავთ დროს, თარიღს და ასე შემდეგ. ოღონდ ეხლავე გეტყვით იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ თქვენი დაბადების დრო, მეგობრებო, თუ ზუსტი წამი და წუთით არა, მიახლოებული მაინც აქედან აქამდე პრინციპით და უნდა გამიზიაროთ როგორც დრო, ასევე ადგილი, თვე, თარიღი თქვენი დაბადების და იქიდან გამომდინარე მე შევძლებ რომ ასე ვთქვათ, შევქმნა თქვენი ნატალური რუკა და ვნახო რა პერიოდებს გადიხართ. თუ რამე კითხვები გაქვთ, დამიწერეთ და მე აუცილებლად შემოგთავაზებთ ცალ-ცალკე ვიდეოებს ყველაზე რთულ და მალეფიკურ პლანეტებზე და მათ მაჰადაშა ანტარდაშებზე უფრო დეტალურ და უფრო ღრმა, უფრო ფოკუსირებულ ვიდეოებსაც. არ გემშვიდობებით, გისურვებთ ბედნიერ დღეს და მომავალ შეხვედრამდე. დროებით.